მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით უცხელესი და საინტერესო სპორტული სიახლეებით. დღეს ვისაუბრებთ როგორც ფეხბურთზე, ასევე MMA მებრძოლებზე. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და აუცილებლად მოკალეთ კომფორტულად, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს შენთვის ძალიან ბევრ საინტერესო თემას მოისმენ. ეს არის არხი Footvision. დავიწყოთ. UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ცნობილი სტრიმერი სედინ როსის სტუმარი იყო. ელმატადორმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მერაბ დვალიშვილსა და პიოტერ იანის ორთაბრძოლასაც გამოეხმაურა. რა უნდა იყოს მერაბის მომდევნო ნაბიჯი? დვალიშვილმა პიოტერ იანის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ უნდა იჩხუბოს. ის ამას იმსახურებს. მოუგებს თუ არა იანს, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მერაბი გაიმარჯვებს. მერაბისა და იანის ორთაბრძოლის შემდეგ დვალიშვილს ვესაუბრე უთხარი შეცდომებზე, რომლებიც ჩემი აზრით იმ ჩხუბში დაუშვა. მიმაჩნია, რომ თუ რევანშის შესაძლებლობა მიეცა, საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ტიტულს აუცილებლად დაიბრუნებს. ბრავო ილიას, მე ყოველთვის მახარებს, როდესაც ქართველი სპორტსმენები, ეს იქნება MMA, ფეხბურთი თუ ნებისმიერი სხვა სპორტი, ძალიან მხიბლავს, როდესაც ისინი ერთმანეთს გვერდში უდგანან, ამხნევებენ და ცდილობენ, რომ რაღაცით დაეხმარონ. ამიტომ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ილია თქვენ კომენტარს კითხულობს და დაწერეთ ის, რასაც მთელი გულით ფიქრობთ და რისი თქმაც გინდათ. ყველაზე კეთილი სურვილები. ილია თოფურიამ ხაბიბ ნურმაგომედოვის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. ნურმაგომედოვი თავის ბოლო ორ ბრძოლამდე არ ყოფილა სანახაობრივი მებრძოლი. მის მიმართ ინტერესი დიდწილად იმით იყო განპირობებული, რომ ის დაუმარცხებელი რჩებოდა. ყველა ელოდა, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მას დაამარცხებდა. სიმართლე რომ თქვა, მისი ბრძოლის სტილი არასდროს მომწონდა, არასდროს. განაცხადა თოფურიამ. ბოლოს ნურმაგომედოვი ოქტაგონზე 2020 წლის ოქტომბერში გამოვიდა, როდესაც ჯასტინ გეიჯი მეორე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. მისი რეკორდი შერეულ ორთაბრძოლებში 29-0-ზეა. ილიამ ასევე UFC-ს 5 საუკეთესო მოკრივეც დაასახელა. საუკეთესო 5 მოკრივე? ესენი არიან მაქს ჰოლოვეი, ჩემი ძმა ალექსანდრე, პიოტერ იანი, ისიც ძალიან კარგი მოკრივეა, ალექს პერეირა და რა თქმა უნდა თავად მე. განაცხადა ელმატადორმა სტრიმერ ე딘 როსთან საუბრისას. იტალიაში ხვიჩა კვარაცხელია სადებიუტო მატჩი გაიხსენეს. სანამ ამ თემაზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი. მალე ძალიან მაგარი სიახლეები იქნება, ამიტომ არ გამოტოვოთ. იტალიის სერია A 27 ტურში ნაპოლის სტუმრად ვერონას დაუპირისპირდება. ჭალობლუსთან მატჩამდე ნეაპოლურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელია გაიხსენეს. ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში სადებიუტო შეხვედრა სწორედ ვერონას სტადიონზე გამართა და გოლიც გაიტანა. ხოლო ნაპოლი ვერონას დაუპირისპირდება, ეს არის მეტოქე, რომელიც ნეაპოლური ისტორიის გამორჩეულ მომენტებს გვახსენებს, წარუმატებლობებსა და წარმატებებს, მაგრამ პირველ რიგში ბენტეგოდიზე ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო შეხვედრა გვახსენდება. ვერონასთან მატჩი იყო მომენტი, როდესაც იტალიამ და მსოფლიომ აღმოაჩინა ნამდვილი ვარსკვლავი, ნამდვილი ტალანტი, რომელიც ნაპოლის სკუდეტოსთან მიმავალ გზაზე გაუძღვა და საოცარ ფეხბურთს თამაშობდა. ეს 2022 წლის აგვისტოში მოხდა და პარტენოპეის სურს არასდროს დაივიწყოს მომენტი, როდესაც ყველა მიხილა, როგორ ბრწყინავდა კვარა. წერს კალციო ნაპოლი 1926. ცნობისთვის კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით 107 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 30 გოლი და 29 შედეგიანი გადაცემაა. პარტენოპეიდან ხვიჩა პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგზე ატლეტიკმა საკუთარ ჟურნალისტებს მერვედ ფინალურ წყვილებთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა. შეკითხვაზე თუ ვინ შეიძლება იქცეს წლევანდელი სეზონის პლეი-ოფის ვარსკვლავად, ცნობილმა ჟურნალისტმა სემ ლიმ ქართველი ფეხბურთელი დაასახელა. მოდით პარი სენ-ჟერმენის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოვარჩიოთ. მარტივი წარმოსადგენია კვარაცხელიას განსაკუთრებული პლეი-ოფი კონდეს. განაცხადა ლიმ. ცნობისთვის კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მერვედ ფინალში ჩელსის ხვდება. არისტოკრატების დამარცხების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი გალათასარაისა და ლივერპულის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. წარმატებები კვარას, მე მთელი გულით მჯერა, რომ ჩელსისთან გოლის გატანას შეძლებს და პარი სენ-ჟერმენი გაიმარჯვებს. დღევანდელი ვიდეო სამწუხაროდ დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ არა უშავს, მე მაქვს თქვენთვის ძალიან კარგი შემოთავაზება. ბევრს ფიქრობდი თუ რა თემები გაინტერესებთ ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა ქართველი სპორტსმენების გარშემო ყველაფერი რაც კი ხდება, მაგრამ მაინც აქ დაგისმევთ შეკითხვას და კომენტარებში მიპასუხეთ. რას გსურთ, რომ მეტად მიექცეს ყურადღება ამ არხზე? რომელ თემებზე ვისაუბრო უფრო მეტად, რა არის თქვენთვის უფრო საინტერესო? მე კი თქვენ კომენტარებს წავიკითხავ და შემდეგ ვიდეოში ვეცდები, რომ თქვენი სურვილები შევასრულო. მადლობა ყველას, ვინც ამ ვიდეოს უყურებდით. აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით. უფრო მაგარი და უფრო საინტერესო ვიდეოებით.